მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. ძალიან სასწაული რაღაცა მოხდა. ახლა მეორედ ვიწერ ამ გაშლას. პირველად რომ დავიწყე გაშლის ჩაწერა, 32 წუთი მე მქონი ვიწერ ძალიან კარგად, გემრიელად და უცებ ითიშება ვიდეო. არც არავინ არ ეკავს, არც არაფერი არ ხდება, უბრალოდ ითიშება ვიდეო. და არ ვიცი ხო, და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შესაძლოა ცოტა სხვა ინფორმაცია უნდა ჩაგიწეროთ თქვენ, ის ინფორმაციაც გადასარევი იყო, მაგრამ ალბათ სასურველია, რომ რაღაც სხვა საკითხზე ჩავწერო გაშლა, რაღაც სხვა მესიჯი მოვიტანო თქვენთან, რადგანაც ეს საჭიროა. ძალიან საინტერესოა. და ამიტომ ტაროსაც ვკითხე, რა თემა ავერჩიო და ამიტომ ჩავწეროთ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ნახოთ ეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, ხო, სანამ დავიწყოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს გაშლა არის საჯარო და ზოგადი. ბუნებრივია, რაღაც რეზონირდება, რაღაც არ რეზონირდება. ნუ იქნებით კრიტიკულები, იმიტომ რომ ეს გაშლა არის ფართო აუდიტორიაზე გათვლილი, ხო? იმისათვის, რომ დეტალური დიაგნოსტირება და ანალიზი მოხდეს თქვენი სიტუაციის, მაშინ მნიშვნელოვანია და სასურველია, რომ გაკეთდეს ინდივიდუალური ტარო გაშლა კონკრეტულად თქვენს სიტუაციაზე. ხო? ვისაც დაგაინტერესებთ, მოგიზიდავთ ჩემი გაშლები და ზოგადად გექნებათ სურვილი, რომ ჩემთან მოხვიდეთ, თუ როგორ მოახერხოთ ეს, როგორ დამეკონტაქტოთ, სად და როგორ და რანაირად, ყველა ინფორმაცია არის აქ მოცემული ვიდეოს აღწერაში და თვითონ YouTube არხის, ჩემს YouTube არხის აღწერაშიც. ხო, კარგი. პრინციპში ეგ არის. ასევე კიდევ მადლობა დიდი ყველას, ვინც აქტიურობთ, ვინც აკომენტარებთ, ალაიქებთ, უზიარებთ მეგობრებს, ნაცნობებს ამ ინფორმაციას სოციალების მეშვეობით, ინსტაგრამის მეშვეობით, ასევე მადლობა ვინც იქაც აქტიურობს. დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ, იმიტომ რომ თქვენ ეხმარებით ჩვენს და ჩემს YouTube არხს, რომ უფრო მეტად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და შესაძლოა ვიღაცას იჯდეს და უცებ ამოუტევდეს ეს ვიდეო და ისეთი რაღაც გაიგონოს ან მოისმინოს, რაც იმ მომენტში ძალიან ჭირდება და ეს დაეხმაროს მას, ხო? ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და ვისაც მოგწონთ გაშლები და ინფორმაცია და ზოგადად ენერგეტიკული გაცვლის კუთხითაც აუცილებლად დალაიქეთ ვიდეოები, ხო? რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგიძლიათ ჩემს მიერ გაწეული ენერგია, რაც ამ გაშლაში ხარჯება, დამებრუნოთ, დაბალანსოთ, ხო, დასვათ ლაიქი და დატოვოთ კომენტარი. და ასევე ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამომიწეროთ და ასევე YouTube გვერდიც მაქვს, რომელიც უფრო მეტად არის ეზოთერულ სხვადასხვა საკითხების განხილვაზე და იქაც არის გაშლები, რილსების სახით. კარგი, დავიწყოთ. ფოკუსირდით ზოგადად საკუთარ თავზე. ხო, ფოკუსირდით საკუთარ თავზე და დასაწყისისთვის გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. სიგნიფიკაცია, რომ მივხვდეთ, თქვენზეა ეს გაშლა, არ არის თქვენზე, რეზონირებს, არ რეზონირებს, ხო, სიგნიფიკაცია. თქვენში რაც ხდება ახლა. ხო, თქვენში რაც ხდება ახლა. ახალი მიმართულება, ახალი გზა. ზოგისთვის პირდაპირი გზა, ზოგისთვის პირდაპირი არა, არამედ გადატანითი მნიშვნელობით, ხო, შინაგანი მოგზაურობა, ცვლილება, ის რაც იყო წარსულში, ის რაც იყო აქამდე, ის მიდის. მთვარე გვიჩვენებს იმ სიტუაციებს, რასაც ვერ ვამჩნევდით, არ ვამჩნევდით, ხო? რაც იყო დაფარული, ხდება ნათელი. რაც გვასევდიანებდა, რაც იყო გაურკვეველი, არასტაბილური, სევდიანი მელანქოლიური მძიმე, ამ ყველაფერს ვტოვებთ უკან და მივდივართ ახალი გარიზონტებისკენ, გარიზონტებისკენ. მოდი რუსულად თქვი. რუსულით ხო, ახალი ჰორიზონტებისკენ მივდივართ და ამიტომ აქ ასევე არის ტრანზიცია, ხო? Transition ნიშნავს მიმართულების პოვნას, რა მიმართულებით წავალთ, რა მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენს გზას. ზოგი ირჩევს, ზოგს არჩეული აქვს, ზოგს ცხოვრება მიიღავს ამ მიმართულებით, ხო? ასე რომ ეს არის მთავარი ელფერი იმისი თუ რაც ხდება თქვენში. ახლა ნახოთ კიდევ. არაჩვეულებრივია.
აქ საკუთარ თავთან ხმლების დედოფალი. აქ ხდება საკუთარ თავთან აღდგენა პირველ რიგში. საკუთარ თავთან დაახლოვება, შემიძლია თქვა განკურნება. კი, განკურნება, ენერგიის აღდგენა, განკურნება, უფრო თითქოს რაღაცა მოჭერით თქვენი ცხოვრებიდან აქ. ბევრმა შესაძლოა რაღაც მოიმოქმედა იმისთვის, რომ всё, გადაწყვიტა მაგალითად, რომ მე ასე აღარ ვიქნები. თუ მე რაღაც არ მომწონს, მე მას შევცვლი, იქნება ეს ურთიერთობა, რაღაც ცხოვრებისეული სხვადასხვა პირობები, ხო? მე მას შევცვლი, მე ამაში აღარ ვიქნები, მე ასე აღარ ვიგრძნობ თავს. მოვიდა დრო, რომ მე ვიფიქრო ჩემს გულზე, ჩემს საკუთარ თავზე, ისე კი ჯანსაღი ეგოიზმი გვაქვს აქ, ხო? ჯანსაღი ეგოიზმი, რომელიც მეხმარება მე განვითარებაში და წინ სვლაში და იმაში, რომ ვიფიქრო საკუთარ თავზე და მოვიფრთხილდე. კიდე რა ხდება აქ თქვენში ახლა? ხო გეუბნებით, აქ არის რაღაცის დახურვა, რაღაცების დახურვა საკუთარ თავში. თქვენ ძალიან ბევრ რამეს გადავლით აქ თვალი. ან პროცესში ხართ ამის, ხო? აქ არის ანალიზი, აქ არის ის, რომ ბევრი რაღაც მოხდა ცხოვრებაში და всё, მე მინდა რომ ეს დაიხუროს. მაგრამ ამ ყველაფერმა რის გამოც მოხდა ეს ცვლილებები იქნება, ტრანსფორმაცია იქნება, თუ კიდევ სხვა სიტყვა იქნება, რომელსაც გამოიყენებდით თქვენ ჩემს ადგილას, ხო, თავარი არის, რომ ამ ყველაფერმა თითქოს უფრო მეტად გაგიღვივათ და გაგიღვიძათ თქვენი ინტუიცია, თქვენი მენტალური მდგომარეობა უფრო მეტად სხვა საფეხურზე გადავიდა, ისეთ საფეხურზე, სადაც უფრო ობიექტურად ხედავთ რაღაცეებს, უფრო მეტად ღიად ხართ იმისთვის, რომ შეიმეცნოთ სამყარო თქვენში და თქვენს ირგვლივ. ეს გეხმარებათ, რომ რაღაცეებს უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ და ისეთი შედეგები გამოიტანოთ და დაინახოთ, რაც ობიექტურია, ხო, ფაქტებით. და არა რაღაც სუბიექტური განსჯებით და ციდან მოტანილი და პირადი არა ობიექტური დასკვნებიდან მოტანილი რაღაცეები, ხო? არა, ის რაც რეალურად არის. აქ ძალიან ისეთი ბევრი ცვლილება ხდება თქვენში, ზოგმა ეს მომენტი, ეს მტკივნეული მომენტები გაიარა და ესა გამოვიდა და ზოგი შესაძლოა ახლა გადიოდეთ, ვინც ახლა გადიხართ, იცოდეთ, რომ ეს მალე დასრულდება და პირიქით დადებითი შედეგით დაგიბრუნდებათ. უკეთ დაგიბრუნდებათ, ხო? კიდევ რა ხდება აქ თქვენში ახლა? აქ მამაკაცის ენერგიებიც გვაქვს. კვერთხების დედოფალი. კი. აქ უფრო მეტად ენერგიულები ხდებით. თქვენში იღვიძავს ის მასკულინური შემოქმედებითი ენერგია, ხო? შესაძლოა ვიღაცასთან მართლაც პიროვნულად ფიგურირებდეს ვიღაც კონკრეტული მამაკაცი აქ და კონდეს მას ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი, ან ეჭიროს მნიშვნელოვანი ადგილი. მაგრამ ზოგთან უბრალოდ იღვიძებს, უბრალოდ არა, რატომ არის უბრალოდ? მნიშვნელოვანი, იღვიძებს ეს მასკულინური შემოქმედებითი ინსპირაციული ენერგია, რომ ვიმოქმედო გარესამყაროში, ხო? ის იდეები, რაც მომდის, გავაკეთო. ერთი სიტყვით, აქ რაც ხდება ახლა თქვენში არის ის, რომ გამოღვიძება. აქამდე მაგალითად ისეთი ვითარებები იყო, ვერ ახერხებდით. გარკვეული მიზეზის გამო, მაგალითად არ მქონდა ენერგია, თავი არ მქონდა უბრალოდ, ხო? სურვილი არ მქონდა. და ახლა მაქვს. კი ბატონა. რა ვთქვი მეცნიერებს? ინტეგრიცი, მთლიანობა, გამთლიანება. ზუსტადაც ახლა ყველაფერი შეერთდა, რაც იყო თქვენში. და ამ ყველაფერს უკვე უყრით თავს, რომ მიცეთ მიმართულება. უფრო ნათელი ხდება ბევრი რამ. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება დღეს დილის გაშლის დროს. ავდექი დილით თან ვიფიქრე, ჩავწერა ამ გაშლას კოხტად მშვიდად მეთქი და გაითიშა და ახლა კიდე მესმის რაღაცა ხმები, იმისი წერის რაღაცა ხმები მარცხენა მხრიდან, მაგრამ წერი არსად არ არის. მე არ შემიძლია, ძალიან უცნაური რაღაცები ხდება დღეს დილით. ბევრი მესიჯები არის აქ. კარგი. კარგი. მაშინ, გადავიდეთ, ახლა ჩვენ იქ ისთვისაც შევიკრიბეთ დღეს, ხო? რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? Challenge.
ამ კარს პირდაპირ ჩელენჯი ქვია, ორიანი პენტაკლის. ჩელენჯები, დაუსრულებელი ჩელენჯები და გაკვეთილები. აი, თან ისეთი გაკვეთილები, სადაც მტკივნეულია. გრძნობთ თავს პატარა ბავშვი და ის სულ გამუდმებით გვასწავლიან, როგორ გავაკეთოთ, რანაირად და ან ჩვენ სულ გამუდმებით ვსწავლობთ, როგორ რანაირად მოვიმოქმედოთ რაღაცეები, ხო? აი, სულ გამუდმებით, აი, ეს ყველაფერი მიდის თქვენი ცხოვრებიდან აქ. მიდის არასტაბილურობა, მიდის გაურკვევობა. აი, უფრო მეტად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აქ მიდის ჩელენჯები, რაც შინაგანად გფიტავდათ. აი, უბრალოდ ძალა აღარ გქონდათ აქ, რომ გემოქმედათ და რაღაც გაგეკეთებინათ. ვერ ხედავდით შესაძლოა მიზეზსაც კი, ხო, აი რატო? ან რანაირად? ან რა გავაკეთო? და აი ეს მძიმე არის ეს ყველაფერი. ბუნებრივია ცხოვრებაში ჩელენჯები არასდროს არ სრულდება, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ მტკივნეული ჩელენჯები სრულდება, აი რაც აი მეტი რო აღარ შეიძლება. აი რაღაც ასეთი სიტყვა აქვს, რომ აი მეტი რაღა უნდა იყოს, აი ასე რო იტყვი, ხო? აი ეს მიდის აქ. ეს მიდის აქ და აქ მოსალოცია ეს ამბავი, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი წუთი, აი ამ დასტაზე ვნახა უფრო პრაქტიკულ ამბებს. აი, იყოს ეს. არა, ეს არა. ეს. ეს ამბები. კიდევ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? მომენტები, სადაც თქვენ ჩქარობდით. ძალიან. სადაც არ უკვირდებოდით თქვენს გრძნობებს, არ ფიქრობდით საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე, სწრაფად იღებდით გადაწყვეტილებებს. აი, უფრო როგორ რაღაცა, იცი, აი აჩქარებული გადაწყვეტილებები, რამაც შესაბამისი შედეგები მოიტანა, ხო? ასევე მიდის სიტუაციები, სადაც არ იყო განვითარება, სადაც შესაძლოა აქ ვერ გაგრძნობდით თქვენს თავთან კავშირს. უფრო მეტად იმპულსიდან გამომდინარე იღებდით გადაწყვეტილებებს და არ იყო ეს შინაგანი შეგრძნება, შინაგანი ხმის ან ინტუიციის, ხო? აი ესეც არის აქ. კიდევ რა მიდის თქვენი ცხოვრება? 10-იანი ხო იყო? 9-იანიც არის. სადაც თქვენ არ გრძნობდით თავს ღირსეულ გავად. თავს, სადაც არ ბოდიში. სადაც არ გრძნობდით და დავადასტურე, სადაც არ გრძნობდით თავს, აი რომ მე ვიმსახურებ სიყვარულს, რომ მე ამის ღირსი ვარ. მომენტებში შესაძლოა აქ საკუთარ თავს სჯიდით, ან არ აფასებდით საკუთარ გრძნობებს, საკუთარ ინტერესებს, საკუთარ თავს არ აყენებდით სათანადო მოწოდებაზე მაგალითად, ხო? იქნება ეს ურთიერთობა, კარიერა თუ კიდე სხვა სფერო ცხოვრებისეული, სადაც არიყავით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ამას იმსახურებთ, სადაც იყო თვითმკვემა, ბევრი პესიმისტური, ნეგატიური აზრი, რაც პირიქით ხელს გიშლიდათ. აი, ვერ ხედავდით, როგორი მაგარი ხართ, როგორი აი მარგალიტი ხართ, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი ამის შეხედვა არ ხდებოდა, ხდებოდა მომენტში აქ ხდებოდა საკუთარი თავის გაუფასურება. ხო, თქვენ აუფასურებდით საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებსაც აუფასურებდით, ხო? აი ეს ყველაფერი მიდის აქ. ძალიან ბევრი რამე მიდის, რაც წასასვლელი იყო და აქ მართლაც სასიამოვნოა ეს ამბები. კარგი. მაშინ ვნახოთ ახლა ჩვენ თავი. რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? აქ სხვა ინტერპრეტაცია არ არის, მეგობრებო. აქ სიყვარული მოდის თქვენს ცხოვრებაში. აქ თან ტყის შეყვარებულები, ბედნიერება ქვია ამ კარts, იგივე 10-იანი თასები და ცხოვრების საფუძველი. The foundation. არ ვიცი რა ჭირს ჩემი ენას დღეს, მაგრამ ძალიან დაბლოყული ვარ. ამ მეორე გაშლას რო ვიწერ, უკვე ძალიან ედღობა, ძალიან უკვე დამეღანა ენა.
საუბრის საფუძველი ცხოვრების foundation of life. ხო? იგივე ტუზი პენტაკლების, ესე იგი, აქ მოდის სიყვარული. აქ არის სიყვარული, ბედნიერება, ოჯახი, ვისთვისაც აქტუალური ოჯახის შექმნა. და ეს სტაბილურია. ეს სტაბილური სიყვარული, ეს არ არის სიყვარული, აი, შემოვარდა და გავარდა. და всё, ბაი-ბაი. კარგად იყავი. არა, ეს არის ისეთი სიყვარული, რომელიც არის გულწრფელი, სიღრმისეული, სტაბილური, სუფთა, აი, არჩვეულებრივი. აქ არჩვეულებრივი, აქ არის სიყვარული. არ ვიცი, აქ ვიღაცასთან მოდის და ვიღაცას უკვე ყავდეს შესაძლოა ის ადამიანი, ვისთანაც აი ეს ამბები დატრიალდება. ვინც ურთიერთობაში ხართ, აქ ისიც შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ ისეთ საფეხურზე გადავა თქვენი ურთიერთობა, რაც აი ერთად ყოფნა. ფიზიკურად არა, მარტო, ხო? არამედ ემოციურად, სულიერად ერთად ყოფნა. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? რა ხდება? დამსხვრევა შიშების? აქ თქვენი შიშები, თქვენი შფოთვები, აქამდე რითიც ხელმძღვანელობდით, რა ქცევებით გქონდათ შესაძლოა, როგორც ხედავდით სამყაროს, ან თქვენში რა შიშები და პატერნები და ტრიგერები და კომპლექსები და ტრავმები და მთელი ამბები იყო და ფიქრები, ეს ყველაფერი ინგრევა. აქ ხდება ესეთი დეკონსტრუქცია, რბილი სიტყვით რომ ვთქვათ, ხო? დეკონსტრუქცია და ცვლილებები თქვენში. ძალიან დიდი ცვლილებები თქვენში. აქ რა იცვლება? დევილის არკანი ორჯერ განმეორდა და საინტერესო რა არის იცით? წინა გაშლას რო ვიწერდი, ეს არკანები იქაც ფიგურირებდნენ. ეშმაკის არკანი ორჯერ დუბლირება. ხო? აქ იცვლება თვითონ თქვენი მიდგომა, ხო? თვითონ თქვენი მიდგომა. თქვენ თავთან დაკავშირებით, შინაგან სამყაროზეა საუბარი თუ გარეგანზე. გარეგანი. შინაგანზეც და გარეგანზეც, მაგრამ უფრო გარეგანზე. გარეგანზე რა მატერიალური კუთხით, ხო? ამბიციების კუთხით, რომ უფრო მეტი ქმედება, ხო? ესე იგი იცვლება ის, რომ აქამდე თქვენ იყავით შებოჭილები ქმედებაში. ხო? რაღაცებს ვერ აკეთებდით, ვერ ბედავდით რაღაცების გაკეთებას, იმიტომ რომ შესაძლოა ყოფილიყო ტაბუ დადებული საკითხები, რომ ვაიმე არა ასე როგორ შეიძლება. ეს ცუდია. ეს არ შეიძლება ასე, ხო? ბუნებრივი ასოციუმში კულტურული ფაქტორების გამო გვასწავლიან, რომ აი ეს ცუდია, ეს კაია, ეს ისია, ეს ასია, მაგრამ სინამდვილეში რო ვიზრდებით, ხვდებით, რომ ეს არის სტერეოტიპი და შაბლონი, ინდიაში არ არსებობს ეს ყველაფერი, ხო? ისე როგორც ჩვენს ტვინში დებენ ამას და სხვანაირად არის ძალიან ბევრი რამ ამ სამყაროში. და აი ზუსტად ეს არის, რომ მოდი ამასაც ვთქვი, მოდი ამას გავბედავ, უფრო მეტი შინაგანი თავისუფლება და აი საკუთარი თავის გამოხატვა, კომფორტული ზონიდან გამოსვლა, რაშიც აქამდე იჯექით იმის დატოვება. აი თქვენ თვითონ რო შევქმნით საკუთარ თავს ციხეს. აი ამის გარღვევა, ამის დანგრევა არჩვეულებრივი აქ, აი არც კი ვიცი რანაირად უნდა ავწერო, იმ დონემდე არჩვეულებრივი ამბავი აქ. ძალიან ბევრი სასიხარულო და სასიამოვნო ამბავი მოდის აქ თქვენ. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში? ინტუიცია იღვიძებს თქვენთან, მეგობრებო, ინტუიცია თქვენთან იღვიძებს, მთვარის ფაზებთან უფრო კიდევ მჭიდრო კავშირს ამყარებთ, უფრო მეტად ხდება, აი უფრო მეტად სენსიტიური და უფრო მეტად მგრძნობიარე ხდებით. ყველაფერს უფრო მეტად გრძნობთ. სადაც ტყუილია, იმასაც გრძნობთ. სადაც რაღაც ფალშია, იმასაც გრძნობთ, ხო? უფრო მეტად ხდებით, აი როგორ თქვა, გამტარი ამ ენერგიების, შეგრძნებები იმატებს. პლუს მერკური რეტროგრადულია 24-23 ივლისამდე, როგორც მახსოვს. და ამიტომ ბუნებრივია ეს წინა თემასაც რო დავუბრუნდეთ, ხო? ბუნებრივია, რომ ახლა თქვენში ის ძველი პატერნები, ქცევით ძველი პატერნები და ზოგადად ის მოწყობილობა, რაც გვაქვს შექმნილი ჩვენში,
აი როგორც ვიმუშაოთ, როგორც შევხედოთ სამყაროს. ეს ყველაფერი ახლა გადის ტესტს, ასე რომ ვთქვათ, ხო? გარემოდან წამოსული სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა სიტუაციები გვანახებენ ამ ყველაფერს სარკესავით და ჩვენ იქ შემდეგ ბევრ რამეს ვხედავთ და შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა, ხო? ამიტომაც აქ ძალიან ლოგიკურია ასეთი ცვლილება შინაგანი თქვენში და აქ კიდევ პირიქით გაღრმავება ინტუიციის, ემოციების გაღრმავება და საკუთარ თავთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ამის ფონზე. კარგი, კიდევ რა მოდის აქ თქვენს ცხოვრებაში, კიდევ რა მოდის აქ თქვენს? დატოვება წარსული ტკივილების. აი, აქ საერთოდ წარსული მიდის და შეყვარებულები მეორედ ამომივიდა უკვე სხვადასხვათან. ახალი სიყვარული, ახალი ემოციები, ახალი გზა, ახალი არჩევანი, ახალი შემოთავაზებები, ახალი, სადაც თქვენ ირჩევთ და გაქვთ შესაძლებლობა რომ აირჩიეთ და თქვენ აძლევთ საკუთარ თავს არჩევის შესაძლებლობას. კარგი, რა სასიხარულო მოდის თქვენს ცხოვრებაში? თქვენი გატეხილი გული, თქვენი გატეხილი იმედები, სადაც თქვენ გიღალატეს, გატკინეს, გაგამწარეს, არ ვიცი, აქ არც ვიცი ამ კატეს რანაირად უნდა ვთქვა მეტი, ხო თქვენც ხედავთ, ხო აი, ხედა არის ადამიანი და უკან კიდევ უმატებენ ხმლებს და საერთოდ აქ ნაჯახიც არის, ხო? და ეს ხდება და ეს, საშინელებაა, ხო, წამწარი. აი ეს გარდაიქმნება პარტნიორობად, მუშაობად. აი აქ არის სიტყვა, რაც არ მკლავს ის მაძლიერებს. აი ეს, რამაც არ მოკლათ პირიქით გაგაძლიერათ და გასწავლად და აქ მოდის მორჩენა ამ იარების. აი აღდგენა, მორჩენა, გაშვება, ტკივილის, ტკენის, იმიტომ რომ აქ სასიყვარულო, იმიტომ რომ აქ არის ადამიანი, ვინც ამაში გეხმარებათ. თქვენ ეხმარებთ იმ ადამიანს და ეს ადამიანი თქვენ გეხმარებათ. და ეს ხდება მატერიალურ სამყაროში, საუბრების მეშვეობით, შეხვედრების მეშვეობით, ხო? თქვენ და ეს ადამიანი ერთმანეთს აქ ასე რომ ვთქვათ, კურნავთ და ეხმარებით. ასე რომ აქ სასიხარულო ის არის, რომ იქნება ადამიანი, ვინც დაგეხმარებათ აი ამ ამბების მორჩენაში და გაშვებაში. კიდევ სასიხარულო რა მოდის თქვენს ცხოვრებაში? დაპყრობები. ახალი ჰორიზონტების დაპყრობა, ახალი გამარჯვებები, თუ აქამდე მაგალითად რაღაცა კითხი გქონდათ, რომ აი ეს იქ მინდა რომ გავიმარჯვო, რაღაც ხო, ან მოვიგო, მაგალითად ხო, რაღაც დავა მოვიგო, ან უბრალოდ მოვიგო, არ ვიცი ხო, სხვადასხვა სცენარია ამისი, აქ უკვე თქვენ თვითონ მიხვდით ამას და დააკავშირეთ თქვენთან, მაგრამ აი გამარჯვება რაღაცაში, სადღაც წარმატების მიღწევა. ესეც წარმატების მიღწევა, ლიდერული პოზიცია, ხო, სადაც მე წარმატებას ვაღწევ და სხვები კიდე მომყვებიან ამაში. ახალი ჰორიზონტები, სადაც მე ვირჩევ სად წავიდე, ახალი გამოწვევების შესაძლებლობაც მქონდეს, მაგრამ მე ვირჩევ ახალ გზას, ჩემი ინტუიციიდან გამომდინარე, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, აქ ძალიან ისეთი action ენერგიებია, სადაც მე მოძრაობ სწრაფად და მე ვარ დარწმუნებული ჩემს ქმედებაში. აქ ბევრი ახალი შანსი, ბევრი ახალი შემოთავაზება, ბევრი ახალი შესაძლებლობა. ოკეი. ახლა ვფიქრობ, რა ვიკითხო მე. ზოგადად რა ეტაპი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ხო? შედეგად, ამ ყველაფრის შედეგად რა ეტაპი მოდის თქვენს ცხოვრებაში, ხო? წავიდა ის მძიმე ეტაპი, რა ეტაპი მოდის? მორჩენის, გარდაქმნა, ძალიან საინტერესოა. ნახეთ, boredom, მოწყენილობა, tradition, ტრადიციულობა და journey, მოგზაურობა. 4-იანი თასები, 9-იანი პენტაკლები და სიკვდილის არკანი. ანუ ყველაფერი, რასაც კიდევ ერთხელ მისტიროდით, რაც იყო თქვენთვის მოსაწყენი, სევდიანი, და კიდევ ერთხელ ტკივნეული, ამ ყველაფრის გარდაქმნა იმისათვის, რომ პირიქით ამაღლდეთ მენტალურად, სულიერად, ფიზიკურად, აი გაუმჯობესება ცხოვრების ხარისხის, თვითშეფასების აწევა, საკუთარი თავის შეყვარება და ახალი თავგადასავალი, სადაც ხდება თქვენი გამოღვიძება, სულიერი, მისტიური, ენერგიული, ეზოთერული, რა ყველა გზით.
არაჩვეულებრივი ეტაპი იწყება და ძალიან მისტიური ეტაპი. აქ ძალიან მისტიური. აქ სწორად ვფიქრობ, რომ ბევრს ეღვიძება ძალები. ბალანსი კი. ბევრს აქ ეღვიძება ძალები, ხო, თქვენი ეზოთერული ძალები მაგალითად. და ის ძალები, რაც თქვენში არის ჩადებული, ხო, ყველას გვაქვს ნიჭი, ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივი. თქვენში ეს იღვიძებს. თუმცა აქ შავი და თეთრი გვაქვს. ზომიერებაში არის შავი და თეთრი. ინი და იანის ენერგია, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა უფრო გაიღვიძოს თეთრმა, ვიღაცასთან შავმა. ორივე საჭიროა. თუმცა არ უნდა იყოს გადაწონა რომელიმე მხარეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია შევინაშოთ ზომიერება. მნიშვნელოვანია მივიღოთ ჩვენში ის შავიც და ის მისტიური მხარეც და ის რისიც რაც სოციუმმა გვითხრა რომ ცუდია და ტაბუდადებული და მივიღოთ ჩვენი დადებითი მხარეც, ნათელიც და გქონდეს ორივე ბალანსში. შესაბამისად ორივე ენერგია იყოს, ორივე ძალა იყოს. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე აქ რაღაცა რიტუალები ვატარო და რაღაცები, ხო? არ გააკეთოთ, არ გიჭირთ, არ გიდათ. კარგი, მაშინ მოდით ვიკითხოთ ახლა ჩვენ რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. აი, ზოგადად რჩევა აი ამ ამბების შემდეგ რჩევა მისმჯი თქვენთვის. Shield yourself. Protect yourself from harsh or fear-based energies by envisioning a cocoon of healing light surrounding you. ხო, დაიცავი საკუთარი თავი. ესე რჩევა, დაიცავი საკუთარი თავი, დაიცავი საკუთარი თავი ისეთი არასასურველი ენერგიებიდან და ასევე შიშზე დაფუძნებული ენერგიებისგანაც დაიცავი საკუთარი თავი, რომ ამ ყველაფერმა არ შემოაღწიოს შენს სივრცეში, ასე რომ ვთქვათ, შენს ენერგეტიკულ ველში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნათელი შუქი თქვენი ენერგეტიკული ველის ირგვლივ, რაც დაგიცავთ. აი ამ ამებიდან შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ მთავარანგელოს მიქაელს მაგალითად, ხო, ვისაც გძავთ. ვისაც არა, შეგიძლიათ აი ეს წარმოიდგინოთ ეს ნათელი ველი თქვენს ირგვლივ, რომელიც აი წვავს ან უბრალოდ როგორ თქვა, აქრობს ამ ყველაფერს, რაც ნეგატიურია და რაც გარედან მოდის ჩვენთან, ხო? შეგიძლიათ ამის წარმოდგენა, ეს ძალიან ეფექტურია და ძალიან დამხმარე. განსაკუთრებით, როდესაც გვაქვს ისეთი ძლიერი ენერგია, ხშირია ეს. ძალიან ხშირია, ამიტომ წარმოიდგინეთ აუცილებლად, განსაკუთრებით, როდესაც სოციუმში გახვთ, წარმოიდგინეთ, როგორი დაცვა გაქვთ, ხო, რა ფერის არის, რა სტრუქტურის არის. ხშირად წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ მიმართოთ ისეთ ნათელ ძალებსაც, რომ დაგეხმაროთ, თქვენი დაცვა გააძლიეროთ და იყოთ უსაფრთხოდ ენერგეტიკულად, რაც მთავარია, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი მაგიდან მოდის იდეაში. პრინციპში ამაზე დავასრულებ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მესიჯები იყო თქვენთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ ეს არ მიმდინარეობს და არ იქნება სამუდამოდ. ეს არის უბრალოდ პატარა მონაკვეთი თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც ჩაივლის. ყველაფერი ცუდი ჩაივლის და ყველაფერი კარგი მოვა. გიგზავნით სინათლეს, სიყვარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულ ყველაფერ კარგს. აუცილებლად, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, დასვით ლაიქი, დამიტოვეთ კომენტარი. ყველა კომენტარს ვკითხულობ, მიხარია თქვენი კომენტარები. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურობს, ალაიქებს, აკომენტარებს, აზიარებს, იწერს ჩემს არხს. მე ინსტაგრამზეც გადმოდის, იქაც იწერს, ხო? მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ეხმარებით, რომ ეს არხი უფრო გაფართოვდეს და ბევრ ადამიანს მივაწოდოთ ნიშნები, მესიჯები, რამაც შესაძლოა ადამიანის ცხოვრებაც კი შეცვალოს მომენტში, ხო? ასე რომ დიდი მადლობა ყველას და დროებით. სურვილებს კი გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებებს გისურვებ ყველას.